საღამო მშვიდობისა. Როგორც უკვე მივხვდით, სტუდია მაესტრო წარმოგიდგენთ პატარა ტელეთამაშს სახელწოდებით სიტუაცია პლუს. ანუ თამაშს მათთვის, ვისაც უყვარს ჩახლართული ისტორიები და უჩვეულო სიტუაციები. დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი თქვენთაგანი და ალბათ არც თუ ისე იშვიათად აღმოჩენილა გამოუვალ მდგომარეობაში. დაბნეულად და გამოსავალის პოვნაც გაჭირვებია. ასეთი რამ ხშირად ხდება ხოლმე ჩვენს ცხოვრებაში. ისიც ფაქტია, რომ სიტუაციიდან გამოსავალ სხვის მაგალითზე უკეთესად ვხედავთ, ვიდრე საკუთარზე. ხოლო ის, რომ ნებისმიერი სიტუაციიდან არსებობს გამოსავალი და თანაც რამდენიმე, ამას თქვენი ზარები და მრავალფეროვანი ვარიანტებიც მოწმობენ. როგორც იცით, თქვენი შემოთავაზებული ვარიანტებიდან ჩვენ ვირჩევთ მხოლოდ ერთს. ანუ თამაშის პრინციპის მიხედვით გამარჯვებული ხდება ის, ვინც ახერხებს მოცემული სიტუაციიდან ყველაზე ორიგინალური გამოსავლის პოვნას. ასე რომ პრიზს დაიმსახურებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იპოვეთ. დღევანდელი თამაშისათვის დაწესებული პრიზი კი ასე გამოიყურება. ახლა კი დღევანდელი თამაშის შესახებ. დღეს შემოგთავაზებთ სიტუაციას, რომელიც არც თუ ისე იშვიათად იქნება ჩვენს გარშემო. უფრო ზუსტად კი ჩვენს ოჯახებში. მოკლედ, დღეს სიტუაცია პლუს უბრუნდება თემას, რომელსაც საკმაოდ ხშირად შეხებია. ეს არის ოჯახური კონფლიქტები. ყურადღებით უსმინეთ და იფიქრეთ ყველაზე ორიგინალურ გამოსავალს. ეს ამბავი ერთ ჩვეულებრივ ოჯახში მოხდა. უფრო ზუსტად ერთ ჩვეულებრივ ახლად შექმნილ ოჯახში. შესაძლოა ოდნავ დროზე ადრეც, შესაძლოა ოდნავ ნაჩქარევად შექმნილ ოჯახში, ისე როგორც ჩვევიათ ახალგაზრდებს. თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია, რომ ეს იყო ოჯახი, რომელშიც სრული ურთიერთგაგება და ჰარმონია სუფევდა. ხო, კინაღამ დაგვავიწყდა, ახალგაზრდა წყვილის სიყვარულის ნაყოფი, ოჯახის ყველაზე საპატიო წევრი. მშობლებს, რა თქმა უნდა, ძალიან უყვარდათ საკუთარი შვილი. შეძლების დაგვარად ანებიურებდნენ კიდეც და საერთოდ ცდილობდნენ მისი ნებისმიერი სურვილი შეესრულებინათ. ეს ისე, სხვათა შორის, მივყვეთ მოვლენებს. დრო ბედნიერ ოჯახში ბედნიერად მიედინებოდა. თუმცა, როგორც იტყვიან ხოლმე, ყველაფერი ყოველთვის არ სრულდება ისე კარგად, როგორც იწყება. ერთ მშვენიერ დღეს ბედნიერ ოჯახშიც გაჩნდა ეგრეთ წოდებული საკონფლიქტო თემები. გაჩნდა და მოხშირდა კიდეც ცოლ-ქმარ შორის ხმამაღალი ნერვიულობა. სულ მალე კი ახალგაზრდა წყვილმა დაასკვნა, რომ მათ რატომღაც საერთო აღარაფერი დარჩათ. ყოველდღიური კონფლიქტების თემა მრავალფეროვანი იყო. მაგალითად ის, რომ ცოლი თურმე უგემურ სადილებს ამზადებდა. ან სულაც ის, რომ ტელეფონზე საუბარს უფრო მეტ დროს უთმობდა, ვიდრე ვთქვათ ბავშვის მოვლას. ხო, ცოლსაც ჰქონდა პრეტენზიის მიზეზი. მაგალითად ის, რომ ქმარი არ ეხმარებოდა საოჯახო საქმეში. ან ის, რომ თითქმის ყოველ დღეს სვამდა. ან კიდევ ის, რომ თუმცა ყველაფერ ამას არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია, რომ ახალგაზრდა ცოლ-ქმარის შესაძლოა არც თუ სერიოზული პრეტენზიები სერიოზულ კონფლიქტში გადაიზარდა და საბოლოო ჯამში ორივე მხარემ ურყევი გადაწყვეტილება მიიღო. განშორება. ხოლო იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ბინა ცოლს ეკუთვნოდა, ამიტომ სახლიდან წავიდა ქმარი. და აი აქ იწყება ყველაზე საინტერესო. განშორებას ახალგაზრდა ცოლზე დიდად არც უმოქმედია. პირიქით, იგი დარწმუნებული იყო, რომ მათ ერთადერთი და სწორი გამოსავალი იპოვეს. მაგრამ ამ ოჯახში არსებობდა კიდევ ერთი წევრი, რომელზეც მშობლების გადაწყვეტილებამ არც თუ ისე სასიკეთოდ იმოქმედა. ჯერჯერობით იგი, რა თქმა უნდა, არანაირი ხმის უფლებით არ სარგებლობდა. თუმცა მისი ხმა მამის ოჯახიდან წასვლის შემდეგ სულ უფრო გაღიზიანებულად და დაბეჭდებით გაისმოდა. Mama. ახალგაზრდა დედამ თავდაპირველად საკმაოდ ბუნებრივად მიიჩნია შვილის რეაქციები, მაგრამ როდესაც ბავშვმა ერთბაშად უარი განაცხადა ჭამაზე, ძილზე და მოიწყინა, ახალგაზრდა დედამ მიხვდა, რომ საქმე არც ისე მარტივად იყო. შემდეგ მიუხედავად ცოლის გადაწყვეტილებისა, რომ აღარ ჰქონოდა მეუღლესთან კონტაქტი, იგი იძულებული გახდა სასწრაფოდ ეჩვენებინა შვილისთვის მამა. როგორც მოსალოდნელი იყო, ვიზიტმა საკმაოდ კარგი შედეგი გამოიღო. თუმცა ქმრის წასვლის შემდეგ ყველაფერი თავიდან დაიწყო. რას იზამ? ბავშვს კატეგორიულად არ ესმოდა დიდების პრობლემები. ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა გადაწყვიტა ისევ ეცადა ერთად ცხოვრება. მათი სიყვარულის ნაყოფი, რა თქმა უნდა, უზომოდ ბედნიერი იყო. სამაგიეროდ მშობლების საქმე ვერ იყო მაინც და მაინც კარგად. ბედნიერების მათ არაფერი ეტყობოდათ. და მიუხედავად იმ პასუხისმგებლობისა, რომელთაც ორივე კარგად გრძნობდა ბავშვის გამო, მათი იძულებითი ექსპერიმენტი ბოლო-ბოლო მაინც სრული კრახით დამთავრდა. ხო მართლა, რა თქმა უნდა შეიძლებოდა ბავშვი სულაც მისთვის ასე ნანატრ მამას წაეყვანა, მაგრამ ასეთ გადაწყვეტილებას არც ქმრის პირობები უწყობდა ხელს და არც ცოლის სურვილი.
რაც შეეხება თვით ბავშვს. იგი რა თქმა უნდა ჯერ ძალიან პატარა იყო, მაგრამ შეგნებულად თუ შეუგნებლად აბსოლუტურად გასაგებად გამოხატავდა თავის დამოკიდებულებას. ასე რომ იძაბება სიტუაცია და ერთი ჩვეულებრივი ან იქნებ უჩვეულო ახალგაზრდა ცოლ-ქმარი საკმაოდ გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა. სამწუხაროდ. აი ასეთი დრამატული ისტორია გამოგვივიდა დღეს. ვფიქრობ თქვენთვის არ უნდა იყოს უცხო მსგავსი სიტუაცია, ასე რომ დაძაბეთ აზროვნება, მთავარია იპოვოთ. შეგახსენებთ, რომ თქვენი ორიგინალური აზროვნების ნიჭი არ დარჩება ჯილდოს გარეშე. ასე რომ ჩაერთეთ ტელეთამაშში სიტუაცია პლუს, იფიქრეთ, ეძებეთ და უბრალოდ გაერთეთ ჩვენთან ერთად. იმედი მაქვს გახსოვთ ტელეფონი, რომლის საშუალებითაც უნდა დაგვეკავშირდეთ. მე მაინც შეგახსენებთ 36 88 71. სტუდია მაესტრო აგრძელებს მუშაობას, მე კი უზომო ინტერესით ველი თქვენ ზარებს. დროებით.